ეს არის სამაგიდო თამაში. ჩვენი ერთ-ერთი ახალი ვორქშოპი სახელწოდებაზე ჯერ კიდევ გზაშია, ესა წიგნოცანა დავარქვით მოფერებით, მაგრამ კიდევ ბავშვებიც ცდილობენ ხოლმე რომ თავიანთი სახელი დაარქვან და ბოლოს ხდება ხოლმე ამის მოხატვა, მაგრამ მოხატვა არის ბოლო ნაწილი და შიგნით ხდება უკვე ამბობ პატარა შევქმნით სპეციალურად იმისთვის რომ ყველგან წაიღო, აი მატარებელში ითამაშო და თან გაიყოლო, ტყეში წაიღო და ერთ ბავშვს უთხარ ტყეში გაიყოლო, თქო ტყე დაახატა გარშემო და ცეცხლი კოცონი დაახატა. თავის წარმოსახაში როგორ სად შეიძლება და ეთამაშა. უკან მე ავტოგრაფს უკეთებენ ხოლმე რომ ხელმოწერა როდის შექმნა ეს თამაში. მე ჩვენ მარტო კი არ ვქნით ამ თამაშს ლიპარტში რომელიც შევქმნით მე და სოფომ გამოვიგონეთ მე და ჩემო ცოლმა რომელიც ერთად ვქნით ლიპარტს არამედ მე ბავშვებს ვეპატიჟებით რომ მოდი ერთად შევქმნათ. ანუ ყველაფერს კი არ ვაძლევ მოდი წაიღე და ითამაშე. ხო და რა ხდება ამ ყუთში გახსნათ ცნობის მოყარებში რა ხდება. ეს არის წიგნებზე თამაში, თამაშს ქვია როგორც გითხარით წიგნოცანა, სათაურები წაუშალეთ ცოტა ხნით წიგნებს და აქ არის 20 ბარათი წიგნების შესახებ. და არც ერთს არ აწერია რომელი წიგნია და უნდა გამოიცნონ ბავშვებმა თამაში მხოლოდ ყდით. ხო, რომელი წიგნია ეს? რომელი წიგნია მაგალითად ეს რომელიც ბავშვებმა იციან მაგალითად. აი რომელი წიგნია მაგალითად ეს ცნობილი წიგნი. აქ არის 20 სხვადასხვა, ზოგი არის ქართული, ზოგი არის არაქართული, რომ ქართული ავტორების არაჩვეულებრივი წიგნებიც ნახოთ და რაც სამაგიდო თამაში შეეფერება, თან იქ პატარა იმას ვაწყობთ ხოლმე თათბირს, რომ რისგან შედგება სამაგიდო თამაში. პატარა დაფაზე ჩამოვწერთ ხოლმე და მე ვიწყებთ უკვე შეყრას თამაშით. გვჭირდება დაფა, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ თამაში დავიწყოთ, სამაგიდო დაფა იშლება, ესეც პატარაა შესაბამისად და დაფაზეც არის 4 ამბავი ხდება. ერთი როგორც გითხარით არის წიგნები. წიგნებს უყვართ კიდევ სახლი, ეს სახლი არის ბიბლიოთეკა, ოღონდ უცნაური ბიბლიოთეკების ბარათი შევქმნით. აი აქ მოყვება კიდევ ესეთი უცნაური ბიბლიოთეკები, მაგალითად სოფლიოს უცნაური 5 ბიბლიოთეკაა. რომელიც ამოუვა გაგორებით, რომელსაც ბავშვი გააგორებს აი ესე. ეს თანმიმდევრობას განსაზღვრავს ალბათ, ხო, კამათელი. სად მოხდება? რიცხვზე მოხვედრის შემთხვევაში იღებს წიგნის ბარათს, სხვა შემთხვევაში თუ მოხდება ბიბლიოთეკის ბარათზე, აქ თუ მოხდება ბიბლიოთეკას, არის წერლის ბარათი და არის კითხვის ნიშანი. კითხვის ნიშანი არის ფანტაზიით უნდა უპასუხოს, თავისი გონებით პასუხობს და მწერლის შემთხვევაში აი მწერალი რას იკითხავდა, ბავშვს რას იკითხავდა მწერალი. და თუ მაგალითად უცნაურ ბიბლიოთეკაზე მოხდა უნდა გაიმეოროს ის ამბავი, რაც წაიკითხა. უნდა წარადგინოს და ამ შემთხვევაში ბავშვი სწავლობს გადმოცემას, რომ აი როგორ აუხსნის ხვებს, რომ გაიგო უცნაური ბიბლიოთეკა არსებობს, კეთილი ბიბლიოთეკა არგენტინაში, რომელიც ტანკით დადის, ტანკის ფორმის მანქანით და უფასოდ ავრცელებს წიგნებს. და ეს უნდა მოყვეს მე. თუ ამას იზამს, დაიმსახურებს ათქულას. ან მაგალითად შეიძლება იყოს წერლის ბარათებში, ან კითხვის ბარათში კითხვა, რომელიც არის, რა ქვია, წიგნის ბოლო გვერდს, რომელსაც ძალიან მარტივი პასუხი აქვს და ბავშვები ეჩვევიან სიმარტივეს. ამ ჩიხში შესასვლელსაც ვთავაზობთ და გამოსასვლელად რომ მე თვითონ იპოვოს ამას. და დროზეც არის დამოკიდებული, რადგან ქვიშის საათი მოყვება ამ ნაკრებს, ხო? წუთიანია, ბავშვები ამას ტესტავენ ხოლმე, მოიცავ ხომ მართლა ერთი წუთიაო, აინტერესებს და თან მნიშვნელოვანი არის, რომ ფერებს თვითონ არჩევენ ბავშვები, რომ რა ფერის რომელი ფიგურა აირჩიონ. აი მაგალითად ეს პატარა ადამიანები მოყვება, 4 ადამიანს შეუძლია ითამაშოს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს. თამაშის ინსტრუქციაც მოყვება და სულ ბოლოს აქვს კიდევ სწორი პასუხების ფურცელი, ამას არ ხსნით ხოლმე, თამაშის მერე შეიძლება გაიხსნას, სადაც არის წიგნები უკვე თავისი სახელწოდებებით უკვე გადმოცემული. რომ თუ წაკითხული არ აქვს, მოინიშნოს, მე წაიკითხოს, გაიცნოს და დაინტერესოს.